ომარიკო ცოცხი მოიტანე მიდი რა, მანდებ შემოსასვლელში. ცოცხი რა თქმა უნდა, წეღან ხო დაგავესახლი. კიდე კეფჩები დაყარა ანასტასია? არა მოიტანე, დადექი მანდ. დაიჭირე, ეგრე დაიჭირე. დამინიავე მიდი რა გეხოწები მცხელა გავიგუთე. ხო, კაია წამოიღო. რა ხდება ინგა? კირე და კლეოპატრა. ყურუტი გახსენ თუ რა საკეთებთ? აუ ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. წელი საფხული ცოცხით უნდა ვიძგე? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაშია ფაზაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარიყიდო რომ მთელი საფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა საფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივართან იჯდა. რო კითხე რა საკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრის შუქზე, არადა ცხელოდა. ის არ გამომიტოვა სველიტასაც უდადიოდა მთელი ზაფხული. სარიცხ მანქანა რო გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აცი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში? კაი ხო, წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კეტელზე. დე, ჩემო თახში რა დავაყენოთ, მაინც ჩემ სამეცადინო მაგიდაზე ინახავ ხოლმე ქვავებით საჭმელებს. ხო, რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე ისი სუნით გაზდეილიდან, მიდი ომარიკო გადაყარე რა ეგ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გაქვს გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების.